ასეთი ემოციური და სიტყვასავსი სიტყვების შემძნელია, ამით თქვა, მაგრამ ეს საერთოდ ის მაგალითი, რომ როგორი უნდა იყოს ქართული სკოლა. ჩვენ მოვისმენთ ეს თოჯინების თქო გამოცდა თუ გაკვეთილი სადაც იყო სასწავლებლებით ჩვენი პოეზიის ნიმუშებით ყველაფერი წარმოდგენილი, ანუ ქართული ახალგაზრდა თაობა ქართულ კულტურაზე უნდა აღიზარდოს პირველ რიგში. ჩვენ ეს დავინახეთ და მადლობელი ვართ სკოლის ხელმძღვანელობის, მამა ილიაშენი გუნდის ვატეს და ასევე ბავშვების ომი თქვენ გიჯერებენ და უხარიათ რომ ისინი თავისი ნიჭით და სიყვარულით არიან ქართველები და ქართულ საქმეს ემსახურებიან. შეიძლება ამას ვერ ხდებიან, მაგრამ დღეს, როდესაც სოფლიოში სხვა ცივილიზაცია შემოვიდა, ტექნიკური ცივილიზაცია შემოვიდა, ეს ხალხური სულისკვეთება, სიყვარული სამშობლოს, სიყვარული ბუნებისა, სიყვარული თავისი ნაკრებისა, სიყვარული მომავლისა, ღმერთის სიყვარული ფაქტურად გაქრა ხელოვნებიდან. და ჩვენ თუ ამას შევინარჩუნებთ, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ჩვენი ნაკრების დარი და ღირსნი და ხიდი მომავლის უკეთესობისა. მადლობა, ვიხარია, გილოცავთ, დღეძელი ყავით და მრავალჟამიერ სიხარული და სიყვარული ღვთისა და სამშობლოსი და ერთმანეთისა. მერთა დაგლოცავთ.